ირანის სასამართლო ხელისუფლება მიანიშნებს, რომ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროტესტის დროს დაკავებულებს სწრაფი სასამართლო პროცესები და სიკვდილით დასჯაელით. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც უფლებადამცველი ორგანიზაციები დემონსტრაციებისას დაღუპულ 3428 ადამიანის შესახებ იუწყებიან. ამ დროისთვის პროტესტზე დაკავებულთა რიცხვი 10000-ს შეადგენს. اونها و خانواده هاشون رو در خب ما اگر میخوایم کاری رو بکنیم سریع باید بکنیم. თუ ადამიანმა ვინმე დაწვა მოკვეთა მას თავი და ის ცეცხლში ჩააგდო, მაშინ ჩვენ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. თუ ეს საქმე გაჭიანურდება, მაშინ შესაძლოა რომ იგივე ნაბიჯების გადადგმა უკვე 2 თვის შემდეგ მოგვიხდეს და ამას იგივე ეფექტი ვერ ექნება. თუ ჩვენ დღესვე არ ვიმოქმედებთ 2-3 თვის შემდეგ ჩვენი ნაბიჯები შედეგს ვეღარ გამოიღებს. ممکنه همین کاری که امروز میکنیم 2 ماه دیگه انجام بدیم. ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გზავნილებთან. მან ირანის ხელისუფლება არაერთგზის გააფრთხილა, სულ ბოლოს სამშაბათს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ იმოქმედებს თუ თეირანი პროტესტის მონაწილეების მკვლელობას განაგრძობს. ამაში კი პრეზიდენტმა ტრამპმა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური ნაბიჯები იგულისხმა, როგორიც შესაძლოა ირანული ოპოზიციის მხარდაჭერა გახდეს. უკვე დღევანდელ გზავნილებში ის ახალ ინფორმაციას ეყრდნობა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის ადამიანების მკვლელობა შეჩერდა და აღარ განმეორდება. დღეს რამდენიმე ადამიანის სიკვდილით დასჯა იყო დაგეგმილი და ეს აღარ მოხდება, რადგან თუ ასე მოხდა, ჩვენ ამას გავიგებთ. იმედია, რომ ეს სიმართლეა, თუმცა ვინ იცის. ისინი ამბობენ, რომ ადამიანები მათ ესროდნენ და ისინი მათ პასუხობდნენ. მაგრამ მითხრეს, რომ სიკვდილით დასჯა არ იქნება და იმედია ეს სიმართლეა. რაც შეეხება სამხედრო პასუხს, ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს და ვნახავთ თუ რა ხდება. თუმცა ამჟამად კარგი გზავნილები მივიღეთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს სიმართლეა. პარალელურად ირანის ისლამური რევოლუციის გუშტაკთა კორპუსი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ირანი მზად იქნება გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას. ირანის ხელისუფლება მანამდეც აღნიშნავდა, რომ თეირანისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები და ისრაელი ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევიან, თუ დონალდ ტრამპი მართლაც წავა უკიდურეს ნაბიჯებზე. არაულობის უკან აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის კვალს ხედავს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო გზავნილი Fox News-ის ეთერში პირადად დონალდ ტრამპს მიემართებოდა. My message is do not repeat the same mistake that you did in June. ჩემი გზავნილია არ გაიმეოროთ იგივე შეცდომა, რაც ივნისში დაუშვით. თქვენ იცით, რომ თუ ამ წარუმატებელ ექსპერიმენტს გაიმეორებთ, შედეგს ზუსტად იმავეს მიიღებთ. ამასთან ირანმა დაადასტურა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, დიპლომატიისთვის. ეს ჩვენ ბოლო 20 წელიწადში არაერთხელ დავამტკიცეთ. იქნება ეს 2015 წელი თუ 2025. ეს ამერიკის შეერთებული შტატები იყო, რომელიც დიპლომატიას თავს მუდამ არიდებდა და ამჯობინებდა ომს. ჩემი გზავნილია, რომ ომსა და დიპლომატიას შორის არჩევანში დიპლომატია უკეთესი გზაა. ამ მხრივ ამერიკის შეერთებული შტატებისგან პოზიტიური გამოცდილება მართალია არ გვაქვს, თუმცა დიპლომატია ჯობია. ყველაფერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზეა დამოკიდებული. Diplomacy is much better than war. ამჟამად ირანის საჰაერო სივრცე დახურულია. ხუთშაბათს მიღებული ამ გადაწყვეტილების მიზეზი ხელისუფლებას არ განუმარტავს. დროებით დახურა საელჩო თეირანში დიდმა ბრიტანეთმა და თანამშრომლების ევაკუაციაც მოახდინა. ამის ფონზე დემონსტრაციებზე საზღვრებს გარედან დაკვირვება დიდ სირთულეს წარმოადგენს, რადგან ინტერნეტი ქვეყანაში გამორთულია. ირანელი აქტივისტები ამბობენ, რომ Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი მათ უფასოდ ემსახურება, რაც ამჟამად ირანელებისთვის ერთადერთ საკვანძო წყაროდ რჩება გარესამყაროსთვის ხმის მისაწვდენად. ირანში ეტაპობრივად მიმდინარეობს დემონსტრაციებზე დაღუპული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლების მასობრივი დაკრძალვა. ამ მხრივ გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი უცნობია. სხვადასხვა ინფორმაციით ის 100 აღემატება. პროცესი სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით შუქდება. სამგლოვიარო ცერემონიაზე შეკრებილების ნაწილს ხელში ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ფოტოსურათები ეჭირათ. ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციები ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა ირანული თეოკრატიისთვის, რომელიც ქვეყნის სათავეში 1979 წლიდან იმყოფება.